ემოციები მაქვს ცოტა როგორ იცით? გაშტერებული, გააზრება და გადახარშვა იმის, რომ ვიტრინის მიღმა ბავშვი, რომელსაც ვუყურებ, ჩემი შვილია, ვერ ხდება ბოლომდე. ალბათ უნდა შეეხო, უნდა მოეფერო, უნდა დაიჭირო, თუ უნდა აჭამო და რაღაცა რომ დაიბადება, რომ გამოვონდა რაღაცის კავშირი. არა მარტო ბავშვისთვის, არამედ დედისთვისაც აშკარად ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ იგეუბნებით, მე ვარ სრულიად ქათიშვილი. ანუ ვერ ვგრძნობ ჯერ იმ რაღაცას. რა ვიცი, რამე სასწაული უნდა ვიგრძნო, თუ თქვენც იყავით ეს ჩემსავით. იმიტომ რომ მგონია, რომ ამ სიშორის ბრალია დისტანციის ბონდინგი, შეხება, კავშირი, ეს ქიმია რაღაცა დედასა და ბავშვს შორის თავიდან ვერ ხდება, მგონია, რომ გვიან დავიწყებ. სახში რომ მივიყან, ხელში რომ დავიჭერო, მოვეფერები, რომ დავსუნავ ესე კისერში და რაღაცა რომ ხელს რომ დაუნახავ. გახვეულია სახე უჭამს ბავშვს მარტო, ხედავ ვიტრინაში და არ ვიცი, რა უნდა იგრძნო. თავიდან ბავშვი რომ დავინახე, თვალები ამიცრან და გული ამიკანკადა, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ მოვასწარი ვერანაირი ემოციის გადმოცემა. ეხა რო ვიწერთ ის თორებს, იმიტომ გავწყვეტე შუაში, დამირეკეს, ბავშვი თუ გინდა თუ რო აჭამოთო დღეს ხო მეორე დღე არის თუ ჩამოხვალთო, თან გაკვეთილს ჩაგიტარებთო, როგორ უნდა ბავშვს როგორ უნდა დააჭერნო, თუ როგორ უნდა ჩაუდო, ეს ის როგორ უნდა გამოიწველო, უფასო მასაჟსაც გიკეთებთო, ერთ სიტყვით. კიდე გამოწყვეტინეს. მოკლედ დამირეკეს, ჩამოდიო, ბავშვსო, აჭამეო, ეს გაკვეთილი უნდა ჩაგიტარო და გასწავლოთ და ხედავ, რაც გითხარით, მოკლედ და ეხა უნდა ჩავიდე. დაახლოებით 9 საათში. და უნდა მქონდეს პირველი მცდელობა, რომ ბავშვს ვაჭამო, მაგრამ ვაჭმებთ ძალიან ბევრი SMS შემოვიდა, რა თქმა უნდა. ვაიმე, გაითვალება ბავშვი და სიცხე დაემართება 40 და გაგიხდება ცუდად და რაღაცა და ძალიან ნერვები მეშლება ესეთ მესეჯებს მართლა რომ გითხრათ. ესეთი მესეჯები უფრო მგონია ბოროტება, ვიდრე რეალურად ვიღაცის რაღაცა თვალი. პატარა ბავშვს ხა 1000 ადამიანიდან ცუდი თვალით რამდენი შეხედავს ხალხა. ბავშვს თუ რამე დაემართა, ღმერთმა დაიფაროს. არ დაუბრალებ მაგას ვიღაცის თვალს. არ არის ეგ არაფერს დამოკიდებული, არავინ იცის რა დროს, რანაირად ბავშვს დაემართება და თუ რამე დაემართა უცებ მოწმენდილ ცაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ გათვალა. ემართებათ უბრალოდ მოწმენდილ ცაზე ბავშვებს რაღაცები და უნდა ილოცო და იყო განწყობილი პოზიტიურად, რომ არაფერი მოუვიდეს და ჯანმრთელად ყავდეს. ეს არის ჩემი მიდგომა.